ყველაზე დიდი და ყველაზე ბინძური სკანდალი. დონალდ ტრამპი USAID-ის მიერ დაფინანსებულ მედიაზე. მემარცხენე გაზეთმა, რომელიც პოლიტიკოს სახელითაა ცნობილი, როგორც ჩანს, $8 მილიონი მიიღო. მიიღო თუ არა ფული New York Times-მა. კიდევ ვინ მიიღო? რაში და რამდენ მედია საშუალებას უხდიდა ფულს ამერიკის განვითარების სააგენტო. ყველანი სახლებში. მათ მიეცათ 30 დღიანი ვადა და ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ სახლში დაბრუნდნენ. 10,000 თანამშრომლიდან USAID-ში მხოლოდ 294 რჩება. გავა გარიცხავენ თუ დარჩება პარლამენტში. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით. რა კოზირი აქვს ხელში და რას აპირებს გახარიას პარტია. ჩდება საკმაოდ სერიოზული კითხვა ფარული ლეგალიზაციის იმ ძალისადმი, რასაც ქართული ოცნება ქვია. ვისურვებდი, რომ ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე. 3 ბარიერგადალახული ერთის წინააღმდეგ. ყველაფერი არის მათი თავიდან ბოლომდე არაკონსტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი და სხვაზე დამოკიდებული პოლიტიკის შედეგი. კრიმინალური გარჩევები ფინანსური დავის მოსაგვარებლად. 74-მდე ავიდა, 78-მდე ავიდა. ეს შეიძლება 25,000 დოლარის გამო დაკავებული 30 კაცი. ეგ უნდა მოკიდო ხელი და ჩაწერო მაგანაში. რამდენი კანონიერი ქურდი ფიგურირებს საქმეში. ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ავტორიტეტები, რომლებიც ერთმანეთის ავტორიტეტს არ აღიარებენ. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 7 თებერვალია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამშვიდობის. ყველანი სახლებში ამერიკის განვითარების სააგენტო 10,000 თანამშრომლიდან 97% დროებით უმუშევარია. მილიარდობით დოლარის ფლანგვაში ეჭვმიტანილი USAID, რომლის ბიუჯეტის წელიწადში 40 მილიარდს აჭარბებდა, ყოველ დღე ახალ სკანდალს შეეხება. დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე დიდ და ყველაზე ბინძურ სკანდალს აანონსებს. სამჯერად საუბარია მედიის ქრთამზე. ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსებული 1000-ზე მეტი მედია საშუალება და 6,000-ზე მეტი ჟურნალისტის სიაგრძელია. მათ შორის არის პოლიტიკო, New York Times-ი და Associated Press-ი, რომელთა დიდ ნაწილს ტრამპის ადმინისტრაცია fake news-ების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. თუმცა მხოლოდ მედია არ ფინანსდებოდა USAID-ის ჰუმანიტარული მისიის ეგიდით. $47,000 კოლუმბიაში ტრანსგენდერული ოპერისთვის, 32,000 დოლარი პერუში ასევე ტრანსგენდერული კომიქსისთვის. კვების ასობით 1000 ულუფა სირიაში ISIS-ის მებრძოლებისთვის და $100 მილიონი ავღანეთში სარწყავი არხებისთვის, სადაც ყაყაჩოს კულტივაციის და ჰეროინის წარმოების მხარდაჭერა ხდებოდა. ეს ყველაფერი თეთრის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მხოლოდ აისბერგის პატარა ნაწილი 10,000 თანამშრომლიდან მუშაობას მხოლოდ 294 აგრძელებს. არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი, შემოიფარგლება კაპიტალური რემონტით თუ USAID-ის 64 წლიანი ისტორია მისი ლიკვიდაციით დასრულდება. 10,000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294. დონალდ ტრამპის მორიგი გადაწყვეტილება USAID-ის პროგრამებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეხო. წყაროები თეთრი სახლიდან ამბობენ, რომ მხოლოდ 294 თანამშრომელს ექნება სამსახურის შენარჩუნების საშუალება. მათ შორის 12-ს აფრიკის, 8-ს კი აზიის ბიუროში. იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და 30 დღის განმავლობაში სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, თავად შტატების ხელისუფლება დაეხმარება. პირობა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დადო. ადამიანებს მიეცათ 30 დღიანი ვადა და ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამასთან ერთად, თუ ვინმეს განსაკუთრებული მდგომარეობა ან რაიმე გარემოება აქვს, მზად ვართ მოვუსმინოთ, ჩვენ ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ვცდილობთ. ეს არაა სადამსჯელო ღონისძიება. ამერიკის 47 პრეზიდენტმა კიდევ ერთი დიდი სკანდალი დაანონსა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი მოიპარეს, რომელთა დიდი ნაწილით დაბალი ხარისხის გაზეთებში ყალბი ახალი ამბები დაფინანსდა. როგორც ჩანს, USAID-დან და სხვა სააგენტოებიდან მილიარდობით დოლარი მოიპარეს. თანხის დიდი ნაწილი fake news-ების მედიებს მოხმარდა. მათ მიერ დემოკრატების შესახებ კარგი ისტორიების შექმნის სანაცვლოდ. მემარცხენე გაზეთმა, რომელიც პოლიტიკოს სახელითაა ცნობილი, როგორც ჩანს, $8 მილიონი მიიღო. მიიღო თუ არა ფული New York Times-მა. კიდევ ვინ მიიღო? ეს შესაძლოა ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი სკანდალი იყოს. დემოკრატები ამას თავს ვერ აარიდებენ. საკმაოდ დიდი და ბინძური სკანდალია. ტრამპის ამ ბრალდებას შედეგი მალევე მოჰყვა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოცემა პოლიტიკო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან $8 მილიონ ვეღარ მიიღებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გუნდი ამ გადაწყვეტილების გაუქმებაზე მუშაობს. მორიგი პოსტი მედიასთან დაკავშირებით გაავრცელა ილონ მასკმაც. ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ USAID მსოფლიოს 30 ქვეყანაში 707 მედიას და 279-მდე არასამთავრობო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, ასევე 6200 ჟურნალისტს აფინანსებდა. მასკის სტატუსს წინ WikiLeaks-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია უსწრებდა, რომელშიც ეწერა, რომ USAID 6200-ზე მეტ ჟურნალისტს აფინანსებდა. ასევე ბიუჯეტში 279 ჟურნალისტური ორგანიზაციისთვის იყო გამოყოფილი თანხები. მათ შორის უკრაინაში მოქმედი 10 მედია ორგანიზაციიდან 9-ს სწორედ USAID აფინანსებდა. WikiLeaks-მა დოკუმენტაციაც გამოაქვეყნა. USAID-ის მიერ ფინანსების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაცია თავად თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია, რომ შტატების განვითარების სააგენტო 10 წლეულობის განმავლობაში ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი მავნებლურ პროექტებზე ხარჯავდა ფულს. ასეთი პროგრამების სია დიდია და მათ შორის არის $47,000 კოლუმბიაში ტრანსგენდერული ოპერისთვის. $32,000 პერუში ტრანსგენდერული კომიქსისთვის, $2 მილიონი გვატემალაში სქესის შეცვლისა და LGBT აქტივიზმისთვის. კვების ასობით 1000 ულუფა, რომლებიც მიიღეს ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა მებრძოლებმა სირიაში. $100 მილიონი საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების მხარდასაჭერად, რაც თალიბებისთვის სარგებლის მომტანია. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება. პირველი გადაწყვეტილება ტრამპმა ინაუგურაციის მეორე დღესვე მიიღო და 21 იანვარს ყველა საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა. Fake news-ებთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი აქვს საქართველოს ხელისუფლებას უცხოური გავლენების განქვეყანას გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად ამერიკული ფარა დაიცავს, ხოლო დეზინფორმაციისგან BBC-ის სტანდარტი. შედეგად მათ მიმართ, ვინც ფინანსურ სარგებელს იღებს უცხოეთიდან და პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს უცხოელი ხელმძღვანელებისგან, დაკანონდება ტერმინი. უცხო ქვეყნის სააგენტი მედიის ობიექტურობის დადგენის მექანიზმი კი კანონპროექტზე მუშაობისას დაკონკრეტდება. ამერიკულ ფარას რუსულს ვეღარ უწოდებენ, თუმცა მაინც აკრიტიკებენ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის ამერიკული აქტი ქართული ოპოზიციის აზრით საქართველოში ვერ იმუშავებს, ისევე როგორც ბრიტანული მოდელია ქართული მედიისთვის შეუსაბამო. ეს ხელისუფლებისთვის არგუმენტები არ არის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა თუ ოცნების განცხადებით ვიმსჯელებთ, სამუშაოს დიდი ნაწილი თარჯიმნებმა უნდა გაწიონ. ამერიკული და ბრიტანული კანონების ზუსტი ასლები კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიაზე გავა. კანონი ეს არის ზუსტი ანალოგი ამერიკული კანონისა და ამერიკას და მის კანონებს არადემოკრატიულობას ვერავინ ვერ დააბრალებს. ამერიკული ფარა და BBC-ის სტანდარტი ცნობილი ბრიტანული მედიის რეგულირების შესახებ კანონი. მართველი გუნდი ახალი საკანონმდებლო პაკეტის მისაღებად ემზადება. სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ დეზინფორმაციისა და ეგრეთ წოდებული fake news-ის ეპოქაში მნიშვნელოვანია ქვეყანაში მათი პრევენციის ქმედითი მექანიზმი არსებობდეს. ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა კი ამ კუთხით გამოცდილი და გამართულია. გვინდა რომ საუკეთესო სტანდარტი ავიღოთ საქართველოსთვისაც და ამ შემთხვევაში ჩვენ ბრიტანეთის, ანუ BBC-ის სტანდარტით ვიმოქმედებთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბრიტანეთი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაზე ერთ-ერთი ძველი დემოკრატია არის და მათ შორის მედიასთან მიმართებითაც, რომ არის რეპრესიული და პრორუსული, მიმართოს ბრიტანეთის ხელისუფლებას ან ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში. მას შემდეგ, რაც ამერიკული ფარა ზუსტი ასლი საქართველოში კანონად იქცევა, ავტომატურად გაუქმდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბოლო დროს USAID-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა უცხოური მავნე გავლენებისაგან დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ფარას მოქმედი რედაქციის კოპირება კი ყველაზე ეფექტური ამერიკული გამოცდილების გაზიარება იქნება. ფიქრობთ, როგორ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციებისგან, უცხოური ჩარევებისგან და ასე შემდეგ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი мотиваცია, რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ფარას კანონმდებლობის და ახალი ბრიტანული სტილის მედია კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში. პირველი ის, რომ
ამერიკული სტანდარტით მოწესრიგდეს უცხოური ჩარევების საკითხი, რატომ ამერიკული სტანდარტით ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ ამერიკული ფარა? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე ხანგრძლივი 80 წელზე მეტი გამოცდილება ამ საკითხის რეგულირების. ფარა და რეგულირების კანონი რომ დასავლურია ოპოზიციაში ვერ უარყოფენ, თუმცა ამბობენ რომ ის რაც ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გამართულად მუშაობს, საქართველოში შემზღუდავი ეფექტის იქნება. ეს არის რა თქმა უნდა კლასიკური ავტოკრატიული ზომა, რომლის მიზანის არის რა თქმა უნდა მედიის შინაარსში შესვლას. ანუ BBC-შიც ცენზურა არის დაწესებული? არა, ბრიტანეთში მასე არ არის. იმიტომ რომ ბრიტანეთს მართავს კირ სტარმერი. რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, ყველა კანონს ის ირგებს საკუთარი რეპრესიული მიზნებისთვის, მათ შორის ბოლო კანონების მიღების მიზანი იყო სწორედაც რომ რეპრესიული ზომების გატარება, ამიტომ რა თქმა უნდა მსგავსი კანონიც არ ექნება. ამერიკული კანონის მიზანი რეპრესიების გატარება არის, თქვენ ასე აღიქვამთ? თქვენ უწოდებთ ამერიკულ კანონებს, ამ კანონის ივანიშვილისეული ვერსია აუცილებლად იქნება რეპრესიული. ფარა ზუსტი ასლი აქვს, ვერსიაზე არ არის საუბარი ზუსტი. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ახალი რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ თანხვედრაში იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც შეერთებული შტატები წლების განმავლობაში დაიცვა უცხოური განვითარებას. ამავდროულად ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც მისცა საშუალება თელს მსოფლიოს ენახა თუ შეერთებულ შტატებში ვინ ცდილობს გავლენის მოსაპოვებლად, კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახატვას. ვერავინ შეგვედავება, რომ ბრიტანეთში მედია თვალსაზრისით პრობლემები არ არის და სიტყვის თავისუფლებას ბრიტანეთში პრობლემები არ აქვს. თუ ვინმე ამას იტყვის, მიმართოს მაშინ ბრიტანეთის ხელისუფლებას. ამიტომ თუ იქ არსებობს მედია საშუალებასთან დაკავშირებით კანონი, რატომ არ უნდა იყოს მსგავსი კანონი საქართველოში? საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა 2 დღის წინ დაანონსა. მე-11 მოწვევის პარლამენტი მას კანონად საგაზაფხულო სესიის ბოლომდე აქცევს. 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადი აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და თვლის, რომ ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა. ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს და ურთიერთობის გაუარესების მიზეზად ევროპულ ბიუროკრატიას ასახელებს. ევრონიუსთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმა რუსეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. ისაუბრა თბილისის პრაგმატულ პოლიტიკაზეც და იმედი გამოთქვა, რომ დადგება მომენტი, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამასთან პრემიერ-მინისტრი იმედს იტოვებს, რომ საქართველოსადმი ბრიუსელის მიდგომებით სამართლიანი გახდება. ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუ კი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება. ოპოზიციის წინააღმდეგ პარლამენტიდან გაძევებული 3 ბარიერგადალახული პარტია გიორგი გახარიას დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს მისგან სასწრაფოდ ითხოვს მანდატების დადებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხელშია. დღეს ხაზარაძემ ახსენა ფრაზა ფარული ლეგალიზაცია და გახარიას მოუწოდა სასწრაფოდ გააკეთოს არჩევანი და პარლამენტში მარტო დატოვოს ქართული ოცნება. თავად გავა ოცნება გარიცხავს, თუ დარჩება პარლამენტში ყოფილ პრემიერს 3-დან 1 გზა აქვს ასარჩევი. თუ მანდატებზე უარ სიტყვის ან გაცდენების გამო გააგდებენ, სხვების მსგავსად დაკარგავს დაფინანსებას და საპარლამენტო ტრიბუნას. ხოლო თუ დარჩება, ოპოზიციის რისხვა არ ასწდება. რა კოზირი უჭირავს ხელში 12 მანდატით გახარიას და რამდენი ხმა აკლდება ქართულ ოცნებას სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს დღეს მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას საჯაროდ აუხსნა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ლელო სხვა პარტიის შიდა საქმეებში უხეშად ერევა. საპარლამენტო საქმიანობაზე ისევ უარია, თუმცა არა საპარლამენტო მანდატებზე. თუ რატომ ამას საკუთარი არგუმენტით ხსნიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები. არანაირი ლეგიტიმაცია ჩვენ ვიხსნა პარლამენტს არ ექნება. მათ შორის არც იმ ნაწილში, რომელშიც შეიძლება ამ ლეგიტიმაციის გარკვეულწილად აღიარება გამოხატული იყოს, თუნდაც პარლამენტში ჩვენი ან პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარის მისამართით ჩვენი რაღაცა მიმართვის გაფორმებით. გახარიას გუნდის ამ პოზიციამ ეჭვები გააჩინა
გაიჩინა სხვა პარტიებში. ლელოს ლიდერმა საგანგებო მიმართვაც გაავრცელა და მოუწოდა გახარია საქართველოსთვის ლიდერს შეცვალოს მიდგომა და უარი თქვას დეპუტატის მანდატებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების სასარგებლოდ ფარული ხელშეწყობის ნიშნებს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ 89 მანდატი გააჩნია ქართულ ოცნებას, ქაღალდზე დღეს 101 პარლამენტში 101 დეპუტატი არსებობს. და საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც გახარია საქართველოსის ქვია და აქ ჩდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, რომ ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის იმ ძალისადმი, რასაც ქართული ოცნება ქვია, მნიშვნელოვანია, რომ გახარია საქართველომ მიიღოს გადაწყვეტილება და აქ დროის გაწელვა იმუნიტეტის გამო, დაფინანსების გამო არის აბსოლუტურად არარელევანტური. ჩვენ კოალიცია ძლიერმა საქართველომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და როგორი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის თავისუფლებისათვის. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის მიმართვა ადრესატებმა არასერიოზულად აღიქვეს. გიორგი გახარიას გუნდი ხაზარაძის მოწოდებას სხვისი პარტიის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს. ამბობენ, რომ პოზიციას არ შეიცვლიან და ამაზე გავლენას ვერცერთი ლიდერის განცხადება ვერ მოახდენს. არანაირ დროის გაწევა და ზოგადად არ მგონია სერიოზული იყოს ეს სხვა პარტიის საქმეებში ერეოდე და სხვა პარტიას ცდილობდა გარედან მოახვიოს შენი აზრი. ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, არ ვაპირებთ ამის შესვლას, მით უმეტეს ვინმეს გარედან კარნახეთ. არა პრესკონფერენცია შეუძლიათ ყოველდღე ჩაატარონ სხვადასხვა მიზეზებით, სხვადასხვა საკითხებით, მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ მოქმედებს, ჩვენ გადაწყვეტილებაზე არ მოქმედებს გარე ფაქტორი. ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ამიტომაც მათი დამოკიდებულება ცოტა არ იყოს არასერიოზულია. ქართული ოცნებისთვის გახარიას გუნდის მიმართ სხვა ოპოზიციური პარტიების მოწოდებები პოლიტიკური ეჭვიანობაა. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა ვადაზე ადრე მოითხოვა, გახარიას გუნდისთვის არ ემეტება ის ბერკეტები, რასაც სადეპუტატო მანდატი ითვალისწინებს. როგორც ჩანს, რადგან თვითონაც აღარ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ენანებად სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ. პარლამენტის წევრები გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, სხვა ბერკეტები, თუმცა იცით თქვენ, რომ 4-ვე პოლიტიკურ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსება და ექნებათ მომავალი წლების განმავლობაში. გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, რომ ის ამ საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება. 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან გახარია საქართველოსთვის ერთადერთია, რომელიც საპარლამენტო შემადგენლობაში ამ დრომდე ირიცხება და 12 მანდატის მფლობელია. სწორედ მანდატებისთვის ბრძოლას უწოდებენ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე. გახარიას უარს ის პარტიები, რომლის 49 წევრსაც უფლებამოსილება ვადაზე ადრე უკვე შეუწყდა. ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე, ლეგიტიმაციის მინიჭების ნებისმიერი მცდელობა არის დიდი საერთო ოპოზიციური მიზნების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. გახარიას სვლას მართლ გუნდში დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობაც უწოდეს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ პარტიას ახლა 2 არჩევანი აქვს, ან დათანხმდეს პარლამენტში შესვლას, ან მათივე თქმით დარჩეს ქუჩაში. ჩვეულებრივ თვალთმაქცობა ცდილობენ ალბათ ცდილობენ რომ რაღაც გამოივაჭრონ ამ პროცესიდან, თუმცა აქ ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. აქვთ 2 არჩევანი, ან დარჩებიან ქუჩაში, ან შემოვლენ პარლამენტში. გახარიას აქვს და მის ასე ვთქვათ კურატორს არჩევანი. დატოვოს გახარიამაც თუ გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა და საპარლამენტო ველი ამ პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტიისათვის. ეს მდგომარეობა იწვევს სწავე დამოკიდებულებას და დაპირისპირებას ოპოზიციის შიგნით, იმიტომ რომ იმ პარტიებმაც, რომლებმაც ასე ვთქვათ არ მოინდომეს პარლამენტში შემოსვლა და რეგლამენტის მიხედვით მათ გაუუქმდათ მანდატები, მათ შიგნითაც ძალიან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში 101 დეპუტატი ირიცხება, აქედან 89 საპარლამენტო საქმიანობაშია ჩართული. 12 მანდატის გააქტიურებაზე კი გახარია ჯერ ისევ უარს ამბობს.
სიამაღლებელის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ მოთხოვნა უცვლელია ჟურნალისტის გათავისუფლება. კლინიკა ვივა მედიკის, სადაც ნეტგაზეთის დამფუძნებელი სამკურნალოდ არის გადაყვანილი, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სამედიცინო კონსილიუმმა 1 საათის წინ დატოვა. ექიმების შეფასებით მზია ამაღლებელს მოძრაობა და მეტყველება შენელებული აქვს და მკურნალობა მისი მდგომარეობის შესაბამისად მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ამაღლებელი უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე, კონსილიუმის წევრები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობა შესაძლოა ნებისმიერ დროს გაუარესდეს. სწორედ ამით ხსნიან მედიკოსები პაციენტის კლინიკაში დატოვების აუცილებლობას. მზია ამაღლებელი უკვე 27 დღეა შიმშილობს, კლინიკა ვივამედში კი 4 თებერვლიდან იმყოფება. მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი, მოგეხსენებათ, მე რამდენი დღეა უკვე შიმშილობის. როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, იყო კიდევ უფრო მძიმე საავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. გამოხატულია, საკმაოდ სისუსტეა, მაგრამ ძირითადი სასიცოცხლო ცვლილებები, აი კრიტიკული სასიცოცხლო ცვლილებები ჯერჯერობით დაწყებული არ არის. და ესეც ვიმეორებ, არის კლინიკის ძალიან ისეთი კარგი მკურნალობის შედეგი. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად დროულად იყო გადმოყვანილი კლინიკაში, რაც კეთდება სწორად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არაფერს არ იღებს საჭმელს. ცუდი ამბავი ის არის, რომ უნდა აუცილებლად დაბრუნება დაწესებულებაში, რაც არ არის მიზანი შეწონილი, თუ არ შეწყვეტავს შიმშილს, უნდა იყოს, როგორც თქვა ბატონმა გიორგი, ამ დაწესებულებაში. ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ქართულ ოცნებაში ამაღლობელის ჯანმრთელობის ინტერესებს შესაბამისი სტრუქტურები საუკეთესოდ იცავენ, შიმშილობა კი მმართველ გუნდზე ზეწოლის მექანიზმი ვერ იქნება. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მედია მენეჯერს კონკრეტული პირები თავიანთი მიზნების მისაღწევ იარაღით იყენებენ. მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხელწერილით გათავისუფლებული პირი კვლავ საჯაროდ ყველას გასანახად და თუნდაც ამის გარეშეც, მაგრამ ფაქტი ეს იყო. პოლიციის მაღალჩინოსანს ხელს ურტყავს, ის ამით ცდილობს სახელმწიფოს ჩამოქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ვერ იქნება შიმშილობა ზეწოლის და შანტაჟის მექანიზმი სახელმწიფოზე. ბუნებრივია უსურვოთ ყველას ჯანმრთელობას. და ამისთვის სახელმწიფო ზრუნავს ის ხალხი, ვინც უბიძგებს ამ ქალბატონს შიმშილობაზე, მათი სურვილია, რომ მაქსიმალურად რაღაც შეძლონ და მიზეზი მოძებნონ კიდე ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვის და ამ ქალბატონს იარაღად იყენებენ. $25,000 გამო 26 პირია დაკავებული თბილისში, ქუთაისსა და სამეგრელოში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ფინანსური დავის გამო დაწყებული კრიმინალური გარჩევები. საქმეში რამდენიმე კანონიერი ქურდი ფიგურირებს, თუმცა ფარული აუდიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთის ავტორიტეტს არ აღიარებენ. სატელეფონო ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ კაკო ტუღუში იგივე ენცო ჯეირან კინძურაშვილის ქურდულ სტატუსს არ აღიარებს. ჩანაწერებში ისმის მუხარას და ირკვევა, რომ ფულის მისაღებად კრიმინალები ერთ-ერთი პირის გადაცემას კი აპირებდნენ. პაჭო, მესტო, კოჭო, კარატე, ბუძგა, ტეკია, მამუკა ხონსკი და სხვები 30-დან 26 დაკავებულია. 4 კრიმინალურ ავტორიტეტს კი ბრალი დაუსრებლად წაუყენეს. ქურდული გარჩევის კადრები კურიერის ინფორმაციით თბილისში ცენტრალურ უბანშია გადაღებული. ირკვევა, რომ კონკრეტულმა პირებმა 70,000 ლარი ვერ გაინაწილეს და დავის მოგვარება კრიმინალური მეთოდებით გადაწყვიტეს. მომტარიყავიშნურა და შევახოცავდნენ ამ 70,000 ლარს. გაუღალე ოქტი შენი დავაფურთხე კიდო სახელმწიფო და გარგათვალი ვაფშე. გამოძიების ინფორმაციით მას შემდეგ რაც მოდავე მხარეებმა თანხა ვერ გაინაწილეს, დავის მოგვარებაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩართეს. ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ, მე დავждები და წავალ თურქეთში ბრატა. მაშინ ისინი გადაწყვიტავენ, მაო. ფარული სატელეფონო საუბრების მიხედვით დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები თანხის გამოძალვას მუქარით ცდილობდნენ. მასალაში ისმის, როგორ გეგმავდნენ ბრალდებულები ერთი პირის ავტომობილით გატაცებას. ბილი გადაწილებს სულ სახში. აითი კიდევ იცი, პადიეს დღეს გავიგებ ყველაფერს. და იგი ზოში მაგიდა ყველა შეიძლება რომ ჩამოდის მაშინ და წამოყვანა. მანდ დამორჩილება უნდა, ვიცი, მაგ ეგრე უნდა მოკიდო ხელი და ჩატერო მაგანაში.
მოგვიანებით ფინანსური დავის მოგვარებაში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც ჩაერთნენ. ჯეირან კინწურაშვილი, კაკო ტუღუში, იგივე ენცო და მამუკა ჩხაბერიძე, იგივე მოლა ხონსკი, სამივე მათგანის საუბრები გამოძიების ინფორმაციით ფარულ ჩანაწერებში ისმის. ირკვევა, რომ დაპირისპირება იყო საქმეში ჩართულ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს შორისაც. კაკო ტუღუში, იგივე ენცო, ჯეირან კინწურაშვილის სტატუსს ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდობას არ აღიარებს. სკოლაში რო დადიოდა თუ უნივერსიტეტში და სწავლობდა იქ ქურდულს ვერ ისწავლიდა ამის განცხადება. დავით სოლის ხოზედა ხარა სწავლობდა ხარა. საერთო ფაქტებისთვის 5 წელი გვაძლევ და გამოუშვენ ამის. არჩინებული მოსწავლე ყოფილ. დაამატე კიდე მაგ ჩასასვლელი ვინც არის ჩავიდეთ და ვინც აღარ დაჭირდება მოსწავლე. ენცოა თუ გურდი ეს არ დარეკავს. გურდი არ არის ეს არასურია. Göyranades lapas insano barango binizde Göyranades insabine barabine Bensu ქურდულ გარჩევებში მონაწილე პირებმა ფინანსური დავის მოგვარება ვერ მოასწრეს. დანაშაულებრივი სქემა სამართალდამცველებმა გაშიფრეს. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობის მიმართვისა და მხარდაჭერისთვის პოლიციამ 26 პირი დააკავა. დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 4-ს, აქედან 3 საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში სპეცოპერაციები ჩაატარა. მისამართებზე, სადაც სპეცოპერაციები მიმდინარეობდა, კურიერი მივიდა, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრებმა დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. დაკავებულების უმეტესობა ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ინტერესების დამცველები საქმის მასალებს კარგად იცნობენ, თუმცა ამბობენ, რომ ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდგომ ვერ ვნახე ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დაადასტურებს, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ის არის ერთი წინადადების გამო დაჭერილი, სადაც ადამიანებს მოუწოდებს, რომ არ გაერიონ ამ ჩხუბში. სამსიანი ბენდელიანი უგრეხელიძე და კინწურაშვილი ჯეირანი და რა თქმა უნდა ბრალს არ ეთანხმებიან, არის ცნობილია ჩანაწერები, კრებსები, მაგრამ არც ერთ ჩემ დაცვის ყოფს მონაწილეობა არ მიუღია. საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი, არც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც პროკურორი შეძლებს ამ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე დანაშაულის დამტკიცებას. ბრალდების დადგენილების თაობაზე პოზიციას, ასევე სისხლის სამართლის საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებული და არსებული მტკიცებულებების შინაარსის თაობაზე ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავ შევიკავებ, რაც გამომდინარეობს რეალურად სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან. სისხლის სამართლის საქმეში ფარული ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერების გარდა სხვა ნივთმტკიცებებიც და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღები და მობილური ტელეფონებიც ამოიღეს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისის საშუალებითაც ეს ადამიანები უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. დაკავებულებს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვასაც ედავება იმ შემთხვევაში, თუ მათ დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს შორის
შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ეგრეთ წოდებული ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშწორება დაავალეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ქურდული სამყაროს წევრებს და კანონიერ ქურდებს მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერების მეშვეობით არაერთი ქურდული გარჩევა მოაწყვეს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებული 26 პირი საქალაქო სასამართლომ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. პატიმრობა შეეფარდათ იმ პირებსაც, ვისაც ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი. კიბერთავდასხმები ბირთვულ შეიარაღებას და ბალისტიკურ რაკეტებზე საფრთხე, რომელთა ბრძოლას თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული საქართველოც, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა ჰაკერული შეტევა. ამ გამოწვევებს ქვეყანა რამდენიმე წელზე გაწერილი კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიით პასუხობს. დოკუმენტზე ერთდროულად რამდენიმე უწყება მუშაობს. პრიორიტეტებშია ჰაკერულ თავდასხმებზე სწრაფი რეაგირება, უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა და მოსახლეობის ინფორმირება. მსოფლიოში ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად იზრდება კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევისა და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის საფრთხე. თანამედროვე სამყაროსთვის კიბერუსაფრთხოება მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველო ამ გამოწვევას 6 წელზე გაწერილი ეროვნული სტრატეგიით პასუხობს, რომლის ფარგლებშიც ციფრული მმართველობის სააგენტო 2025-27 წლების კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების სტრატეგიას ამზადებს. ეს გულისხმობს პრევენციას, მოხშირებული კიბერსაფრთხეების და კიბერშეტევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, როდესაც კიბერსაფრთხეების სფეროში წოდნის დონე მაღალია, ასე ვთქვათ, უკვე შეგვიძლია რომ თავი დავიცვათ უკვე იმ კიბერდანაშაულისგან, რაც შეიძლება რომ მოხდეს. სკოლების და უნივერსიტეტების შემთხვევაში ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ სტრატეგიის განხორციელების პროცესი. გარდა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისა, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ხანდაზმულები, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები და IT სპეციალისტებიც კი. მათ მიეცემათ საბაზისო ცოდნა, როგორ დაიცვან თავი კიბერსაფრთხისგან. ეს გულისხმობს რთული პაროლების დაყენებას, გულისხმობს მავნებულებზე გადასვლისგან თავის შეკავებას, გულისხმობს ორფაქტორიანი ავტორიზაციის ჩართვას, რომელიც მნიშვნელოვანი არის ყველა ანგარიშისთვის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლებელია განხორციელდეს ფიშინგ შეტევა, შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ვირუსების გავრცელება, მათ შორის რომელიც გულისხმობს დაშიფრვას, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ამის მსხვერპლი და ამ სტრატეგიის მიზანიც არის ის, რომ დავანახოთ პასუხის მგებლობა ყველა ჩვენგანს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულია სახელმწიფო უწყებები. საკვანძო როლს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს, რომელსაც კიბერდანაშაულებზე რეაგირება და მათი გამოძიება ევალება. აღნიშნულ დოკუმენტს აქვს ფუნდამენტალური მნიშვნელობა ქვეყნისათვის, რადგან მასში არის ასახული ყველა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც კიბერუსაფრთხოების კუთხით გააჩნია ქვეყანას. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იქნება კონკრეტულად ის გამოწვევები, რომელიც შესაბამისობაში მოდის დღევანდელობასთან. დავიწყეთ მუშაობა მომდევნო 25-27 წლების ეროვნულ სტრატეგიაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელიც ასევე უწყებათა შორის ფორმატში მიმდინარეობს და დაარეგულირებს ამ სფეროში სხვადასხვა უწყებების კოორდინაციას და გამართულ ერთობლივ მუშაობას. კიბერუსაფრთხოების როგორც ეროვნული, ისე გლობალური ინდექსით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. ამ მიმართულებით ბოლო წლებში ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით 44-დან 22 ადგილზე დაწინაურდა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, პირადი მონაცემების დაცულობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლესი შეფასება მიეცა. მიხეილ ყავალაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა. კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭომ წარადგინა. სების მიერ გავრცელებული ინფორმაციით საბჭომ გადაწყვეტილება დღეს გამართულ ხდომაზე ერთხმად მიიღო. ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება. ღვინის სააგენტო ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. საერთაშორისო სტანდარტები გაუმჯობესებულია შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 6 კომპანიაში აღმოჩნდა. სადეგუსტაციო კომისიის მიერ სულ 284 დეგუსტაცია ჩატარდა. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციის ხარისხის კონტროლი წელსაც გაგრძელდება.
ჩვენი როგორც ესე ვთქვათ, სულიერი საზრდო და მიმართულება არის მხოლოდ ხარისხი და ისტორია, რომელიც საქართველოს ღვინის წარმოებასთან ასოცირდება. მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიცია თანამედროვე სტანდარტებს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად უახლოვდება. მაღალი ხარისხი მრავალფეროვანი ისტორიით. ეს ის ძირითადი მახასიათებელია, რომელიც ქართულ ღვინოს ბაზარზე გამოარჩევს. ნიკოლოზ შეყრილაძე ერთ-ერთია, ვისი კომპანიის ნაწარმით საერთაშორისო კრიტერიუმებს შეესაბამება. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ თითოეულ მწვანე ოპერაციას თუ ვთქვათ ვენახის დამუშავებას, მიწის დამუშავებას, ესე ვთქვათ, ამ ხარისხის გამსაზღვრელი, რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული, იწყება ვენახის დამუშავებიდან, ვენახიდან და ყურძნის მოვლიდან. მსოფლიო ბაზრებზე თავის დამკვიდრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხზე ზრუნვა. რაც განვახორციელეთ ჩვენ წლების განმავლობაში, მივყვებით ჩვენ გარკვეულ გეგმას. ჩვენი პროდუქცია იყიდება მსოფლიოს 30 ქვეყანას მეტში, ისეთი ქვეყნები როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, აზიის მიმართულება. ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ 284 დეგუსტაცია ჩატარდა. ღვინის 13006 ნიმუშიდან 12383 დადებითი შეფასება მიიღო. ქართული ღვინის კომპანიები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ვაზის ზრდა განვითარებასა და მოვლას. ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კერძო სექტორისთვის სასმლის სწორად წარმოება უკვე პასუხისმგებლობად იქცა. ის რომ ვართ ღვინის სამშობლო ერთიორად გვალდებულებს რომ ვაწარმოოთ საუკეთესო ღვინო, ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის ასევე პასუხისმგებლობაც. ეს გაცნობიერებულია კერძო სექტორსაც, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას და ყოველწლიურად მეც და მეც ყურადღებას აქცევს თავისი ღვინის ხარისხს. დადებით მაჩვენებელთან ერთად მცირე დარღვევებიც ფიქსირდება. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ შემოწმებული 154 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 34-ში აღმოჩნდა. ბოლო დროს ძალიან გაიზარდა საცალო ანალიზებზე მოთხოვნა, იმიტომ რომ მეღვინეები ხვდებიან, რომ აი ამ შუალედური ანალიზების გარეშე ვერ მივლენ ვერც ექსპორტამდე, ვერც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და ეს ნიშნავს, რომ ისინი ხარისხზე ზრუნავენ, აი ღვინის ყურძნის მიღებიდან იქამდე სანამ ბოთლში მოხვდება ღვინო. ხარისხის კონტროლი წელსაც გაგრძელდება. 2021 წლიდან სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიები აწარმოებენ. ამოდეო მოდილიანის მეგობარი ავანგარდისტი, რომლის შემოქმედებამ პარიზელები არაერთხელ აღართოვანა, ფერმწერი, რომელმაც ძველი თბილისი საკუთარ ნახატებში გააცოცხლა. დაიწყო ქაშვეთის ტაძრის მოხატვარის გამოც გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან. ლადო გუდიაშვილის ტილოები თბილისს დაუბრუნდა. მისი სახელობის საგამოფენო სივრცეში მხატვრის პარიზული პერიოდის ნამუშევრებია გამოფენილი, რომლებიც წლებია დამთვალიერებელს არ უნახავს. ლადო გუდიაშვილი, რომლის სახელი და გვარი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ფერწერაში ოქროს ასოებით წერია, გარდა იმისა, რომ უდიდესი არტისტი იყო, თავის შემოქმედებით სტიმული მისცა არაერთ მხატვარს, მათ შორის საბჭოთა ცენზურის დროს. ამისთვის ერთი მაგალითიც ქმარა, როდესაც მოსკოვის მიერ დაბლოკილი ლადო გუდიაშვილის გამოფენა ჩაკეტეს. ახალგაზრდა მხატვრების ინიციატივით მოქალაქეებმა კარი ძალით გააღეს და დარბაზებში შევიდნენ. გუდიაშვილის შემოქმედება მას მერე გახდა მაგალითი, რომ ჩაკეტილ ტოტალიტარულ გარემოში შესაძლებელია დარჩე მხატვრად. ფიროსმანის შემდეგ იმდენი არავისზე დაწერილა და თქმულა, რამდენიც ლადო გუდიაშვილზე. მე-20 საუკუნის ქართულ მხატვრობაში მისი სახელი ოქროს ასოებით წერია. გუდიაშვილის შემოქმედება ძველი თბილისის მულტიკულტურულ ცხოვრებასა და პარიზის ბოჰემას აერთიანებს. ექსპოზიცია, რომელიც ლადო გუდიაშვილის საგამოფენო სივრცეშია განთავსებული, პარიზში ცხოვრების პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებსაც მოიცავს და დიდი ხანია საქართველოში არ გამოფენილა. ლადო ძალიან დიდ დროს ატარებდა კაფე როტონდაში, რომელიც იმ პერიოდში იყო ესეთი წერტილი, თავშეყრის წერტილი და იქ ხვდებოდა გაიცნო ამადეო მოდელიანი, ფუჯიტა, ჰქონდა საშუალება რომ გაიცნო პიკასოც, შეხვდა ჩარლი ჩაპლინს და სწორედ ამ გრაფიკულ ნამუშევრებში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი ნამუშევარი ჩარლი ჩაპლინი და მისი იმპრესარიო. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია გუდიაშვილის ის ცნობილი ნამუშევრები, რომელიც დამთვალიერებელს საქართველოს ისტორიის საკვანძო მომენტებსაც გაახსენებს. გამოფენილია რამდენიმე სატირული გრაფიკის სერიიდან, რამდენიმე გრაფიკა, მისი პასუხი საბჭოთა რეალობას
და გამოსავალი იპოვა ამ რეალობიდან იმაში, რომ მან დაიწყო ზღაპრების, საქართველოს ისტორიიდან სხვადასხვა მონაკვეთების ხატვა. მხატვრის შემოქმედებიდან გამოირჩევა პორტრეტების სერია, რომელიც სავსეა სიღრმით, თვალების მოხაზულობითა და ფერთა გამით, რაც მის ხელწერას უნიკალურს ხდის. ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისთვის. აქ არის არტერიები, აღმოსავლური მინიატურული მხატვრობის, აქ არის ქართული კედლის მხატვრობის და არის მოდერნიზმი. ანუ ისეთ სინთეზში მოათავსა ეს ყველაფერი, ევროპული მოდერნიზმი, მხატვრული ქართულობით ამეტყველა, შეიძლება ითქვას. ქართველმა ავანგარდისტმა ერთხელ კინოშიც ითამაშა და ეპიზოდური როლით ქართულ მხატვრულ ფილმს უნიკალურობაც უწინასწარმეტყველა. ხელოვნებად მცოდნე მორის რეინალი წერდა, ლადო გუდიაშვილმა პარიზული გემოვნების მაცდუნებელ მრავალფეროვნებაში შეინარჩუნა ეროვნული თავისებურებანი. დარჩა ქართველად მას შემდეგ, რაც მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა გამომსახულობით ხერხებს ეზიარა. გუდიაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო, თითქმის 7 წლეულის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დღემდე უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს დამთვალიერებელზე.